Asasqras, 40 წელს გამოცხადა დიედის 7 საათზე ტრიუმფი. გავედით, უნდა წავიდეთ ფრონტზე. გაწყალი. 1 კილომეტრი არ გაგვიძლია იმისთანა შემდეგ ჩვენ რო დღევდით. დაიხურა სულ საათ ფიფრნებით. დაბლა მანქანები, ტანკები. ჯარი არც კი მინახავს. იქიდან დავიწყე ბრძოლა. იქ დავიჭერი. ამომიყვანეს იქიდან. ხარკოვში ვიჭე 15 დღე. 15 დღეში ახალი დაჭილები მოიყვანეს. ვინც ვარგო და უკან დააბრუნეს. ვინც მძიმე დაჭილები ვიყავით. წამოგიყვანეს და წავიყვანეს იქ მოსკოვს ეგეთკენ მოლოტოვის ობრასტია. თავგანწირვის ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა განცდა იმის, რომ 80 წლის მერეც კი ბეჯგაშლილები და ამაყად დავდივართ. დღეს სხვათა შორის 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის სულ არჩენილნი არიან 57 მსოფლიო ომის მონაწილე. თითოეულ მათგანს მიულოცავ, თითოეულ თქვენგანს მიულოცავ დიდი წინაპრების შვილობას და შთამომავლობას და ერთია ფაქტი, მშვიდობის ფასი არაფერი არ არის.